სიახლე გვირილაში გაატარე მეგობარი ბარათი და მიიღე ორმაგი სარგებელი. უფრო იაფი ფასები ნებისმიერ შენაძენზე და 5% მეგობარ ბარათზე. გადაცემის პარტნიორია სუპერმარკეტების ქსელი გვირილა. სიაკო ფიტნეს დარბაზში. ძალიან არ გინდა სირბილი, იმიტომ რომ ჩვენ ზედმეტი ტონის კლება არ გჭირდება, ხო? Ясно. ტონუსისთვის რა, ინახე ნელა. ვაიმე, ამას ვისხედა. ვაიმე, მივხვდით რომ შენ ორგანიზმს ჭირდება ვარჯიში, რომ რაღაც დონემდე მივიყვანო შენი საშინელი სხეული. ვაიმე, რა ლაპარაკია? რაღაც პონჩი, პასტა ტონუსში მჭირდება რა. და ორგანიზმი ტონუსში მოვიყვანო და მაგ პონჩი ვარ აქ. აი ტონუსში არ მშვილი, მაგრამ აი ტონებში რო ხარ ვიცი და მოდი რაღაც კატეგორიის კილოგრამებამდე რომ დავიყვანო შენი სხეულია რა. რაღაც პონჩი ვამჩნევ და ჩემს სხეულთან რაღაცა პრობლემები გაქვს. ანუ მე არ მოგწევს? ჩემო ბატონო, მომისმინე. აი ფეხებზე დიდი ამბიცია რო გაქვს ატყობ საერთოდ. თუ შენ ის რა გარი ამბიციებია, მითხარი, აი ეს გარი ამბიცია, ხო? ბლა. როგორი შულიანი ტიპი ხარ ატყობ? აი როგორ ფიქრობ, რომ ეხა ეს შენი რაღაცა ენამწარობა რამეს დამაკლებს? მაგდადად მიგია რა იცოდე? დედიკო დაწყნარდი, ეხა გეხოწები თავი არ გაუყადე. ხო, რა შარვალიაცვია? შემონწმია. და ვიტაშტოკადი რომ ეცმაცია, ვეხედავ. ნახე. არ არის ორიგინალი. ერთი წუთი თავს ნუყადრი ზედმეტად შველო, ნახე, ჩემთვის დაკლება არ ჭირდება და ყველა ეუბნება, რომ ანუ არც მომატება გინდა და არც დაკლება თქო და ანუ თქვენ იქნებით ჩემი შვილის პირადი ტრენერი. ან შენთვის დაკლება არ ჭირდება საყვარელო? და შებოლვა არ ჭირდება? რას ნიშნავს შებოლვა? რა ვიცი, შემოკარგო კუპატების ტანი აქვს და ბარემ ხوار შევუყოთ. აი რამდენს გიძახს ეს თავხედი? ანუ და პონჩი წყის რაღაცეები. ანუ რატო იბოხმები? არ იბოხმები. ნუ წყის მელაპარაკე მე. ამ შემთხვევაში რაღაც პონჩი მათაგ ეთახმები, იმიტომ რომ მართლა მჭირდება რომ ცოტა ფორმაში მოვიდე, თან ზაფხული მოდის, ზღვა, გლაობა, ამბები, ძალიან ჩემია, ხო ხტები? ჩემ საყვარელო და მთაში რო დაისვენო არ გინდა? აი, მოდი მთაში შენ დაისვენე და ზღვა არის ჩემი, ზღვა და ბიკინი არის ჩემი. აუ, თან დებ. აუ, იცი ამინდა, რაღაც პონჩი მომინდა და პოდესი მქონდეს რა. 6 კუბიკი მინდა. შვილო, მომისმინე 12 კოვს შაქარს რო ყრით ჩაიში, ცოტა შევამციროთ, კარგი დედა და მე ვისაუბროთ უკვე 6 კუბიკზე. ხო? დედა, შენც ჩემი გშურს? ან შურს დედა. რაღაცა ტანი უნდა გამოვძერდა სხვანაირად. მოდი, გამოძერწილი ტანი არ მაქვს? ანუ გამოძერწილი ტანი კი გაქვს შვილო, მაგრამ იცი როგორი შემთხვევაა, რომ თითქოს ძერწვის დროს დაურეკეს, გავიდა და შუა პროცესში მიგატოვეს რა. ანუ დასამთავრებელია, ხო ხტები? ამიტომ ტრენერი უეჯველი გჭირდება და მორჩით. კი. კარგი, მოდი მე ახლა ფასებს გაგაცნობ. ეს იგი ბიცეპსი 50, ტრიცეპსი 70, მუცლის პრესი 100, ჯიმი 20 და სედანი 10. შედით მოდი, ხალო, სათხარ. ვაიმე, საშა უნდა მიშველო ეხლა მე. 60, 80, 90 გრამი აქვს მომატებული. სწრაფოდ დააგდებინე, თორე გავხრი სამოდელოს აგენტო და ხო, რა არის 60 გრამი? ბარემ გაგეშალაც უფრო და გექეიბა დუქანში. ხო, აი ზუსტად. იდიოტები ესენი, დადექით ეხლა. ტორტი ჭამე, რა მექნა? ტორტი ჭამე, ბარემ ხაში გეჭამა. აუ პლასტა ხმეთო რა უსამართლოა ცხოვრება. აი ამ ვიზუალის გოგოები უნდა იყვნენ მოდელები და ჩემნაირი ფორმებიანი გოგო არა ძალიან ტეხავს. მართლა ტეხავს. რაიმე ღმერთო მიშვენე ეს გოგო ენას არ აჩენებს. ღმერთო ეს რამე ჯილდოთ მერგო თუ რამე სარჯელია. რა გინდა შვილო? აი ეს ტელეფონები დადეთ ახლა და ივარჯიშეთ სასწრაფოდ. ბატონო შენ სანამ ვინმე სტანზე რამე სიტყვი, ჯერ შენთან შეხედე, კარგი? ეს სტანია თუ რაღაც მასობრივი განადგურების იარაღი. რაიმე შეგენაცვალე. ვაიმე, საშა. ხიროს იმაში რო ჩამოვაგდეს პუტკუნა დიდი. ვაიმე, ზუსტად. აი ეგეთი დანია ზუსტად. ვაიმე, სანამ ჩემი შვილისთან შეეხები, შენ გომბეშოებს მიხედე რა თავი. ვარ რა არ მოგეწონე, ჩემ გოგოებზე აყოთ რამე? ჩემში ცია ძალიან არ გადაიტვირთოდე. კარგი? აი და დედა რაში მჭირდება გადაწყვეტო? 2 მსუბუქად 1 2. გაგაება თქვენ ბიჭები ხართ ისე? არა, არ ყავთ. არ ყავთ? არა. ანუ და პონჩი თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს ველოდებით? მოდი, ნუ დაელოდებით, თქვენ თვითონ ამხედრდით თეთრ ცხენზე და ისე მიდით, ოკეი? შენ შემოხედე.
შენს წადე ესე თვითონ? ხო, იასნად. მე? თეთრი ცხენის დავიწრიე. აუმხედრდი. და თეთრი ცხენი ჩატყდა. ანუ თვითონ ცხენიც უნდა შეაჩიოთ ოღონდ სწორად რა. ეგ არის მთავარი მიზანი. ჩატყდა უბრალოდ ცხენი. და უბრალოდ დაზიანდა თვითონ. ხო, ნუ ცხენმა მაგარი გამიტეხა. შენ რომელი ცხენი გაგიცნებ და საერთოდ მოდი 9 უღელი ხარი აარჩიე. კარგი და ისე მიდი პრინცთან. ხარ კამეჩი საშა. ვანე რა კარგი ხარ შენ კეკლოცო. ივარჯიშეთ მან. ძალიან დაბალი დონე. ფეხები. აჰა. 5 წუთი მივაჯიშე უკვე, ანუ 10 კილო. კიდე 15 წუთი მივაჯიშებ და 30 კილო. ეგეც ჩემი ვაჯიში. საკმარისია. აი მე ძალიან ბევრი არ მოგივიდეს და ძვალი და წყავი არ დარჩე გოგონა, თორე გოგოს ხო სიგამხდრე არ უხდება არა? არა ვაფშე. არა ხო მე სონალო. კარგი გოგონებო, მოდით ახლა მარტივით დავიწყოთ. 50 აზიდვა, 100 პრესი და 3 წუთი სირბილი წავიდა. წავიდა, მათაც გეუბნება დედას მიცავად, იმიტომ რომ ხა გაგიგია ჯანსაღს ხელში, ჯანსაღი სულიაო. პროსტა ეხა თქვენ სხეულებს ვუყურებ. ძალიან ცუდი წარმოდგენა მაქვს თქვენს სულზე. რავი, არ გეტყიდათ. ერთად შენ ვის შინაგან სამყაროზე ლაპარაკობ, ქაგო, საერთოდ შენი ვიზუალი თუ იმშენებ, შენი შინაგანი სამყარო გამოიყურება მარწყობის ნაგავსაყრელივით. მოდი ივარჯიშე. მოდი ჯერ ლუ გამოვასწოროთ და მე ხაჭა ესე იგი, ჩემ გოგონებს ასუწუნებ მე რა ვიცი. ნახე, საერთოდ არ მაინტერესებს შენი გოგონები, მაგრამ ჩემთვის რომ პირადი ტრენერი ჭირდება, ეს ზუსტად ვიცი რა. ოკეი? იმიტომ რომ პროგრამულად ბევრად წინ არის და ანუ თქვენები ვერ დაეწევიან. ოკეი, როგორც რატომ ვერ დაეწევიან? თუ რაღაცა პრეტენზიებია, თუ რა ხდება? შეხედე ვიზუალს წონას. შენ მოიდონე, ჭამენესენი რა. არა, იცით ჩვენ ვეგანები ვართ. ამე ვეგანი კი არა, დადიანი იყავი თუ გინდა შემოყავ. მოკლედ პირადი ტრენერი მჭირდება, კარგი? კარგი. სია. ხაიდე და მოდი აქ ივარჯიშე. აუ, მადი ვაჯიშე უკვე მინდა, მაგრამ მკიდია. სიაკო. მოდი. აუ, დედა მაჩადე და მკიდია გოგოებთან ვარ. იდიოტო, შენი გასაკეთებელი თუ მე რატომ ნავაკეთე. გამარჯობა. თქვენი ხანია რა საკვარჯიშობთ? კიდევ ხანია? მეუღლესთან ერთად დადიხართ ხო ალბათ? არა, მეუღლე არ აქვს, მარტო ვარჯიში. ცია. ხა, დედა. ყველა ვარჯიშობთ. ყველა ვარჯიშობთ. მიდი. რავი. ჰაი. დაეხმარეთ რა ფეხს. შეიძლება რა ცოტა ფეხის აწევაგლების. იქით აბარზახი ცოტა დიდია, აქეთ ასახა. ძალიან კაი ხარ. ეს ფეხი რა მაწევიდა, შეგიძლია? მადლობა. უდიდესი მადლობა. ჰაი და მე მოდელი ვიყავი ადრე რო იცოდე. ალბათ მიხდი ხარ? არა, ვერ შეგატყო საერთოდ. და მაგას მეუბნებიან ხოლმე, იმ პანჩი რომ ძალიან უშუალო ვარ და ძალიან კონტაქტური ვარ საუბრებში და თემებში და აი ძალიან კონტაქტური ვარ და ძალიან უბრალო ვარ. ყოველთვის შევდივარ კონტაქტში ხახტები. მოკლედ მე და მატილდა გვალიანმა ერთად დავიწყეთ ეს რაღაცა მოდელობები. ხო, მერე? ხო და რა ჩავფრინდით ამერიკაში. რომ მივედით სააგენტოში, მატილდა გვალიანმა ფეხი შედგა. მე ველა. თუ მიხვდები რატო? ალბათ ეს სუქანი ფეხები ვერ შეეტია, ხო? შეცდი. მე პატრონი არ მყავდა. ხები? სამოდელო სააგენტოში ვერ შევდგი ფეხი, მაგრამ რაილეთში შევდგი უპრობლემოდ ფეხი. რამოდენიმე თვე ვიმუშავე. და მე ცოტა ფული დავაგრავე, ჩამოვედი და მაშინ გაიყო ჩემი და მატილდას გზები. ის კი ცდილობს რომ დამეკონტაქტოს და ჩემი და ქაიყოს, მაგრამ მე რაღაც პოჩი ცოტა ვიღებ. მორჩი, დავაგზელეთ რა გეხვეწები, ამცალია მაგისტრის. ანუ გევასებოცა გოგო გეხვეწება, ხო ასეა? მაშინ გოგოებო
უყუდეთ დაკერვის მასტერკლასს. ეცუცით. ფეხი ამოაყოფინეთ რა გეხვეწები. ეცუცით, ტრენერო ეს ჩამით დააგთხო. სიჩქარე მჭირდება. ესე იგი პირველად ნახე ზეიქიძის კალბასი რომ ეფლივ დავებოდეს კაცს. გააგრძელეთ. ჩადი. სინქრონში. ვაიმე, დადონეცე. ვაიმე, საშა უშველა. აბა და სიტყვი. დახნათ. რავი, გადავივლოთ და დავიშალოთ რა. წავიდეთ ჩვენი რო. წავედით. მოგყვებო, წავედით. დავიდით. დედა. ახლა პოჩი მინდა სიმართლე მითხრა. დედა და მე მჭის. არა შვილო, უნიკალური ხარ, უბრალოდ არ გიმართლებს. კარგი. კაი, მაგარი მკიდია, მოკლედ ხვალ ისევ რაღაცა ახალს ვიყავი. მოდი მომისმინე ახლა ეს გამორთე წავედით, კორტებზე უნდა წავიდეთ ჩოგბურთის აუცილებლად, ოკეი? აუ ბაზარია და აუ ჩემთანს გაფიქრეთ, ის დააფიქსე რომ ბრენდი არცეც არ ეცვა. ბიკეშტოკებიც არის და რა იყო ქაო? ზინის კალოშები ქონდათ ამოცმული შვილო. და ის კუსლოჩკა რო იყო ვიღაცა კეკელკა. აუ ძოს ის აბლა იყო. მომაჩვენე რა დედიკო რა, ძალიან იდიოტი და გიჟი მყავხარ. უი, ვიტანმა ჩემთვის გამოვიშვა. წამოდი. რა ჩოგბურთი, რა ჩოგბურთი. ხალო ეს რო შუაზე გაჭრა, ამისგან ორი მარია შარაპოვა გამოვა და ერთმანეთში ითამაშებენ. აუ წადი დავაი და შეშურიანო რა. აუ დე, გენიოსი მყავხარ. ძალიან მიყვანხარ, წავედით. გადაცემის პარტნიორია სუპერმარკეტების ქსელი გვირილა.